მოგესალმებით, მეგობრებო, გპირდებით რომ არ მოიწყენთ. ტრადიციულად მონოლოგს ისევ ასე ლექსად ვიწყებ. ეს კვირა სპორტული იყო. გავიხარეთ ყველამ ძლიერ ფეხბურთში და კალათბურთში მეტოქეს უშანსოდ ძლიერ. ჯერ მწარე ჭამეო უთქვამთ, მე მგონი ამას არ მიწყენთ. საფეხბურთო მიმოხილვას თურქეთთან მარცხით დავიწყებთ. თამაში უაზროდ დავთმეთ მეზობლებთან 3-2, წითელი ბარათის გამო გაგვიძევეს სანიოლი. მამარდას ბრალი არ იყო არც ერთ იმ გოლებიდან. 4 სექტემბერს მე თუ მკითხავ წავშლით ჩემი ცხოვრება. ცოტა ხანი დავაცადეთ, სანამ იყვნენ 11, ახლა ვხვდები 3 ფორა მოგვივიდა ზედმეტ. თურქეთზე ავნერვიულდი, შემატყობდით ალბათ ხმაზე. მოდი ახლა გადავიდეთ ბულგარეთთან მოგებაზე. აუცილებლად. ბულგარეთი შემეცოდა. ჩვენ გუნდმა რა ჩაუტარა? ვისაც კი არ დაეზარა, ყველამ გოლი გაუტარა. 3-0 ანგარიში მათ ხასიათს უფუჭებდა, მე კი არა, სანიოლიც ტრიბუნიდან უყურებდა. მოედანზე არ უშვებდნენ, ხალხი გადარეულია. არადა ეს კაცი ჩვენი გუნდის ამორჩეულია. კონტაქტი ქონდა სხვა მწვრთნელთან, თუმც ვერ ისწავლა ქართული, სულ ტელეფონი ეჭირა, ულიმიტო აქვს ჩართული. კალათბურთში გაგვიმართლა, ჯგუფი ჰგავდა ვითომ მარტივს, საბერძნეთმა რომ გვიჯიგრა, ძმა-ძმას არსემს ასეთ პატივს. ესპანეთთან გაიმარჯვეს, შეასრულეს ჩვენი თხოვნა. როგორცა ჩანს საბერძნეთმა დაგვიფასა ბებოს მოვლა. სენსაცია მოვახდინეთ. რაღა გვექნა აბა მეტი. 10 ქულით დავამარცხეთ უძლეველი საფრანგეთი. აი ხომ მაინც მოუგეთ. ფრანგები რომ გვიდგნენ ჯიბრში, ახლა ლუი მე-14 ვალოდინეთ ჩვენთან რიგში. წაგებული მატჩის შემდეგ ყველას გული დაგწყვეტია. ფიქრობდით რომ ვერ გავედით გულში დარდი გაგვჩენია. ნაადრევი დამწუხრება, სიხარულით დაფარულა. ჩვენ გუნდს მაგრად გაუმართლა ჯგუფიდან გადაფარულა. იქით თორნიკე ფრინავდა, აქეთ ბითაძე ფრთებში და ამის დანახვა მერწმუნეთ ნაპოლეონსაც შეშლიდა. წვრთნელი ისე გაუბრაზდა, სახლში აღარ მიმყავხართო, ფრანგებმა თავი იმართლეთ, იმათ მაღლები ყავდათ. ზაზა, შენ არ დაგიძახეს? სპორტულ ფორმას მოირგებდი. აი, შენ რო გეთამაშა, 20 ქულით მოვიგებდი. აპარა.